ჩვენ გახლავართ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ინჟინრები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები IT სფეროდან. ვაპროტესტებთ ოკუპანტი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირების მცდელობას რუსული ნარატივებით და ინსტრუქტორების მეშვეობით და მოუწოდებთ კომპანიებს, მაგთიკომს, ახალქსელებს, ყველა ინტერნეტ პროვაიდერებს გაათიშონ სამთავრობო სერვისები, სატელეფონო სერვისები, ინტერნეტ სერვისები. დაუდგნენ ქართულ ხარს გვერდში. 1 საათში დამთავრდებიან, როცა არ ექნებათ კომუნიკაცია. შეკრებილები ვართ ზოგადად საქართველოში ტექ წარმომადგენლები და ვაპროტესტებთ საქართველოს კურსის გადახვევას ევროპული გზიდან. და რა თქმა უნდა იმ ძალადობას რაც ქვეყანაში ხდება რა, რაც ყოვლად მიუღებელი არის და ეს უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე. და დარწმუნებული ვარ რომ ამას მოვახერხებთ. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველანაირ ძალადობას, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, რასაც უყურებდით პირდაპირ ეთერში, თუნდაც კადრებით, ჩვენი მეგობრების ვიდეო ჩანაწერებით. ეს იყო ძალიან რთული საყურებელი და თან რო იაზრებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდებოდა, რომ იმ ადამიანებს სამშობლო უყვართ, იცავდნენ და ეს იყო მიზეზი იმის, რომ მომხდარიყო მათი აი ამ მიზნობრიობით დაკნინება, ცემა და ასე შემდეგ. პირველ რიგში ძალადობა არ იყო მიუღებელი, არ ვიცი, ყველაფერი აზრს კარგავს, საერთოდ ყველაფერი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ და რასაც რისკენაც მივდივართ, ზოგადად ყოველდღიურობაში რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს აზრი ეკარგება, როცა ვხედავთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ამდენად ნაცემები არიან.